კიცხი საჯარო სკოლის ეკო-კლუბი, რომელიც ჩართულია პროექტში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, განახორციელა ქვეპროექტი თევზები და სატბორე მეურნეობები, რომლის ფარგლებში ეკო-კლუბის წევრებმა მოიპოვეს ინფორმაციები ინტერნეტიდან, ესტუმრან სატბორე მეურნეობას, მოიწვიეს სკოლაში სურსათის უვნებლობის იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ექსპერტი და ამ ინფორმაციების შეჯამებით მოამზადეს პრეზენტაციები თემებზე. თევზის ჯიშები საქართველოში. მოგეხსენებათ, საქართველოში თევზის 2000-ზე მეტი სახეობა არსებობს და მოსწავლეებმა განეხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სახეობა. თევზის დაავადებებია წითურა, ფურუნკულოზი, იხტიოფტირიოზი, ტრიხოდინოზი და მიკოზი. თევზის საფრთხეები დღევანდელ ეკოსისტემაში: ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და სატოფო ადგილების განადგურება, ბრაკონიერობა და ახალმოზარდეული ინდივიდების თანჭერა, დაბინძურება და კლიმატის ცვლილება. რა გზას გადის თევზი ფერმიდან სუფრამდე? ფერმაში გაშენება, იგივე მოზარდვა, კვება და მოვლა, მოსავალი, იგივე დაჭერა, დამუშავება და შეფუთვა, ტრანსპორტირება, გაყიდვა ან მაღაზიაში განთავსება და შემდეგ მომზადება სუფრისათვის.